Salmebit, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 9 რეგიონში კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა, რომელთა საქმიანობითაც ოცნების მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს დაახლოებით 700.000-მდე ლარის ზიანი მიადგა. ამ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი. ისეთები როგორც არის ქრთამის აღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა, აგრეთვე სახელმწიფოს კუთვნილი თანხების და მიწის ნაკვეთების მითვისება. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემა არის სისტემური და ქართული ოცნება მას არათუ არ ებრძვის, არამედ თხემით ტერფამდე კორუფციაშია გასვლილი. მმართველობის ყველა რგოლში, აბსოლუტურად ყველა რგოლში კორუფცია არის ცხოვრების წესი. ამით სულდგმულობს მთელი საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემა. ბოლოდროინდელმა დაკავებებმა ჯამში აჩვენა, რომ ქართულ ოცნებაში კორუმპირებული, მომპალი და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციას შევარდნაძის დროსაც კი არა აქვს ნანახი დამოუკიდებელ საქართველოს. აქვე შეგახსენებთ ამ 28 ახალ დაკავებულ პირთან ერთად. ათობით და ასობით ადამიანია ფაქტიურად უკვე დაკავებული კორუფციის ბრალდებით, მათ შორის საპყრობილეში აი ამ კონკრეტულ მომენტში ზიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც სახში უკმაოს კოლოსალური რაოდენობით ნაღდი ფული და ოქროს ზოდები. სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ დილუაშვილი, რომელიცაც კონკრეტულად ქთამი აქვს აღებული ერთი რიგითი თურქი ბიზნესმენისგან და მფარველობდა თაღლითური კოლცენტრების მთელ სისტემას საქართველოში. აქ საკითხავე საწავიდა ეს თაღლითური კოლცენტრები, აქ არავინ არ არის დაჭერილი, ვინმე მხო არ გადაიბარა ქართულ ოცნებაში ამათი მფარველობა. დაპატიმრებულია და საპყრობილეში ზის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუაშერ ბურჭულაძე, რომელმაც ფული მოპარა ქართულ ჯარის საკვებიდან და გაძარცვა შეერაღებული ძალები ჯამში, სხვა ტექნიკაში და ასე შემდეგ. ამ კორუფციულ დანაშაულში ის იყო ჩართული თავისი მოადგილეებით, დეპარტამენტის უფროსებით და რასთავრე ოჯახის წევრებით. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, მეგობრებო, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება იპარავს ხალხის ფულს. იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახური, იქნება ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისის მერია. ამ ფულს პარავენ თქვენ პირველ რიგში. ამ ფულს პარავენ ბაგაბაღების აღსაზრდელებს, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს შეერაღებული ძალების ჯარისკაცებს. ამ ფულს პარავენ ქართულ პოლიციელებს, ამ ფულს პარავენ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც შრომობთ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში და პატიოსნად იხდით გადასახადებს, რომელსაც შემდეგ ჯუაშერ ბურჭულაძე და ძმანი მისნი ხაპავენ. გენერალური პროკურორი 2025 წლის ანგარიში პარლამენტის წინაშე საგანგაშო რიცხვები არის გამოცხადებული, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე კორუფციული დანაშაული არის მზარდი. 230 სისხლის სამართლის საქმე არის დაწყებული ბოლო წლებში. აქედან სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემული არის 125 პირი. ამ 125 პირიდან 82 არის საჯარო მოხელე. კატასტროფული რიცხვები არის. ამით ვინმე თავი კი არ უნდა მოიწონოს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ განგაში, ეროვნული მასშტაბის განგაში, რომ ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში. საქართველოს ანადგურებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთელს ჩვენს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქსოვილს ანადგურებს და ჭამს კორუფციული სისტემა. ეს გუნდი, ვინც ახლა ხელისუფლებაში არის, კლანურ დაპირისპირებაში არის წინა გუნდთან და ამიტომ ხედავთ ამ დაპატიმრებებს. თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსად არ ჩანს საწავი და ის კოლცენტრები, რომელსაც კურირებდა ლილუაშვილი. არსად არ ჩანს კონკრეტული დამნაშავეების და კონკრეტული ბიზნესების მფარველობა გაგრძელდა თუ არა. ეს არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება, ქართული ოცნების მოქმედი მმართველი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურად კორუფციასთან ბრძოლასთან. ერთადერთი გზა არსებობს, რომ კორუფცია ამ ქვეყანაში დამთავრდეს, ამას ქვია ივანიშვილის კორუფციული რეჟიმის მოშორება ამ ქვეყნის მმართველობიდან. მადლობა.